მინდა თქვა რომ ის რაც ეხებოდა სამხედროებს, რომ სამბრძოლო მოქმედება არ ხდება უზრუნველყოფის გარეშე. ეს უზრუნველყოფის ელემენტიც ყველა იყო თავის ადგილზე და ჩვენ უკვე შეგვეძლო მოქმედება. მოძრაობა დაიწყო პირველმა მესამე ბრიგადამ ერგნეთი ვანათის მიმართულებაზე, სადაც მაგრამ გეგმის მიხედვით მესამე და მეოთხე ბრიგადები უნდა შეხვედრილი იყვნენ ცხინვალის ჩრდილოეთით ჯავის მისადგომთან. ამ დროს მეოთხე ბრიგადა იყო გაჩერებული, შეფერხებული ასევე გაურკვეველი მიზეზით. იცით რა არის? აი მას მერე რაც ეს გეგმა დაიგლიჯა, ფაქტობრივი მართვა საბრძოლო მოქმედების გადავიდა პოლიტიკოსებთან. და გამოტოვე მომენტი, მაბატიეთ, მას მერე რაც კეზერაშვილი შემოვიდა და გახსნა თათბირი. მერე უცებ მოხდა ის რაც სამხედრო თათბირებზე არ ხდება. ვიღაცას იქ დაუძახეს რომ შემოდითო. მაბატიეთ ეს ლირიული გადახვევა. ვისაც არ გეზარებათ, მოდით აქ სამხედრო გეგმა განიხილება და შემოვიდა რაღაც არნახული რაოდენობის ხალხი. იქიდან მახსოვს მარტო ზურაბ ბადეიშვილი, სხვას უმეტესობას არც ვიცნობდი მაშინ. ეს რაც სავარაუდოდ პოლიტიკური სპექტრი და კომისრები იყვნენ. რაღაც იყო ესეთი მომენტი, რომ მეთაურებთან მიმაგრებული იყო პოლიტიკური მოღვაწე რაღაც ის რაც გარკვეული ფენიდან მართველი პარტიის. ნუ ვინიცობა მას რაღაც არა ეს ისეთი ხუმრობაა, რომელიც ტრაგედიით თავდება როგორც წესი. აი ძალიან ბევრი იყვნენ ისინი, მე ვერ ჩემ ბატონო ამას მე ვერ გეტყვით, იცით არა როკი რასაკროა ძირითად მიმართულებად ითვლებოდა ჩვენთვის, მაგრამ ნუ აი ეს მომენტი რაღაცნაირად ძნელი ასახსნელია, რა ეს რას ნიშნავდა, რატო ითქვა, საერთოდ რატო დაენიშნა ყურაშვილი რაღაც. ყურაშვილსაც თავისი ამოცანა ჰქონდა და ცხინვალის აღებაზე რატო დაენიშნა არ ვიცი.